მაგალო სათვალების გარეშე სვარკას რატომ უყურებ ხომ იცი გავნებსო და მაგალი პასუხობს დღეში სამჯერ უყურებ რუსთავიორს და სვარკას აღას მიზავსო მაგალს ეუბნებიან კი გავაშენეთ ის ვენახი მაგრამ ტურისტები მაინც ვერ ხვდებიან რა ქვეყანაში ჩამოფრინდნენ და რა ვქნათო მაგალი კიდევ პასუხობს მაშინ მაგ ვენახში ჯარისკაცის მამაც დააყენეთ და რუსები აცემინეთ და სადმე ვენახის ბოლოს თუ მომაკვდავ გოდერძისაც მიაწევთ თუ უკეთესი იქნებაო საღამო შედობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილის გან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ გილოცავთ ქართველებო დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა დღეს ჩვენი სამშობლო მოძალადე გერმანიის დამარცხებას ზეიმობს და რა გასაკვირია რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს დილითვე ფაშიზმზე და სხვა უკეთურებაზე გამარჯვებულმა კაცმა მოგვილოცა დღეს იცით რომ აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი და ძალიან ბევრმა საქართველოს კვიდრმა თავი გაწირა იმისათვის რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმი დამარცხებულიყო. ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ადამიანების რაოდენობით საქართველოს პირველ ადგილზე იყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. მართლაც ძალიან კარგია გერმანელი დამპყრობლები რომ დავამარცხეთ, თორემ დღეს ნამდვილ ჯოჯოხეთში მოგვიწევდა ცხოვრება. აბა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ არჩევნებზე გაგვრეკავდნენ ყველას ერთად და ხმას ნაციონალური მოძრაობისთვის მიგვაცემინებდნენ. მერე რუსებს დაუწყებდნენ ისევ გინებას და ქართულ ღვინოს იქაური ბაზრიდან გამოაგდებინებდნენ. დაიწყებდნენ მერე ისევ სოფლიო ბატონობაზე ოცნებას და ჩვენს ჯარებს ავღანეთში და სხვა გადასაკარგავებში გაუშვებდნენ. მერე ჩვენი სრული დამონებისა და ესე იგი კულტურის გადაგვარების მიზნით მიესეოდნენ ჩვენი კულტურის ცენტრებს და უნივერსიტეტებიდან პროფესორებს და სახელმწიფო აკადემიური თეატრებიდან კიდევ რობერტ სტურუებს გამოგვიყრიდნენ. კაცო მოიცა ეგ რა გამოვიდა აი ხა დაუფიქრდი და მივხვდი ბეწვზე არ ვარ კაცო გადარჩენილები კი აი ხა გადავამოწმე და ნამდვილად ეგრეა კაცო შრომამ შექმნა ადამიანი არ იმუშავებ და დარჩები მაიმუნად თქვა დარვინმა გადაბრუნდა და თავისი სული ხორცსგან არიდა გაიგორა ყოველივე ჩემმა მარჯვე მაღალმა ამოიცვა ბოტები გადაიცვა მუშის უნიფორმა წამოიცვა სამუშაო ხელთათმანები და პირდაპირ შუბლით ეკვეთა სამშენებლო სამუშაოებს თან ცალითვალი მაინც რუსთავიორის კამერებისკენ ეჭირა ხო მიღებენ აქაო და ტყუილად არ მატρევინო კაცო ამ ხელა შიფერები ხო თქვენ ახლა კაცი ხედავთ პრეზიდენტი ასრულებს სამუშაოებს აქ დასაქმებულ ადამიანებთან ერთად ის უკვე 1 საათია აქ იმყოფება და ყველა ტიპის სამუშაოები მან თავად შეასრულა ჩვენ შეგვიძლია ახლა გავესაუბროთ პრეზიდენტს და თავად გავიგოთ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა აქ მუშაობა მივიდა და მე აუცილებლად შემოგიერთებით სხვა ჩვენ ბევრი ბავშვი შემოგვიერთდა რომელიც ასევე გვიყურებს მინიმუმ ის მაინც აქ იდეა რომ საქართველოს ყველა შრომობს პრეზიდენტიც და დღეს მართლა მუშაობ დღეს მართლა ეს არ არის კამერებისთვის ბოლო თითქმის 3 საათი აქ ვარ და კიდე დავჩებით აი ახლა კი მართლა ბოლომდე დავწმუნდი რომ უკუღმა დატრიალდა ბორბალი და ქვეყანაც შემობრუნდა აი სადაღარ არიან კომუნისტი პოეტები რომ ის ლექსი ასე გადმოაკეთონ იმუშავეთ ბრიგადირებო და ჭამეთ საწყალო ხალხო რა გჯიდა ჩემო მაღალო რატომ ჩაიწვიდე წელი და რატომ ათრიარქება სამშენებლო მასალები თუ მაგ მშენებლობაზე მომუშავე ბრიგადის ხმების მოსაყვეჭად გაიზარდე ამდგარიყავი კაცო და დაგენიშნა პრარავებად 1-2 ვანოს ბიჭი და მაგ ბრიგადის ხმებთან ერთად 1-500 სალ მაგ ტერიტორიაზე გამლელ-გამოვლელის ხმასაც მიამატებდნენ თუ ხალხის დასანახად მუშაობა გინდოდა ეგ მართლა მშვენივრად გამოგივიდა კი მაგ წითელ უნიფორმაში და ბოტებში გამოწყობილი წინ და უკან მორბენალი რომ დაგინახა მომაკვდავმა ბებია ჩემა იმდენი ცინა იმდენი რომ ალბათ 5 წლის სიცოცხლე მაინც მოემატა თან დაამატა არა არჩევნებში ხმა მართლა აი ამას უნდა მივცეთ თორემ ვინმე სერიოზული რომ მოვიდეს ქვეყნის მართვაში მაგალი წნევებით თუ არა მოწყენილობისგან მაინც მოუკვდებიო კაცო ხო ასე თქვა ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად გამოგივიდა რომ არა ერთი გაუთვალისწინებელი დეტალი სამშენებლო ტერიტორიაზე შენს რომ დამცავი ჩაფხუტის გარეშე მუშაობდი და თან ამდენი პატარა ბავშვი რომ დადიოდა იქით-აქეთ ეგ უბრალოდ კანონის დარღვევაა და მეტი არაფერი თუ ისა უსაფრთხოების ნორმების უხეში ხელყოფაცაა არა კაცო რა თქმა უნდა არანაირ ინტრიგასა და ოხრობას არ ხლართავ მაგრამ მან რომ რაიმე გაუთვალისწინებელი ნგრევა მომხდარიყო შენს გარდა ვინმე გამოაღწევდა ამიტომ ჯერ შენი სიარულის სტილის შესწავლაში ავარჯიშე ეგ მასიური სცენების მსახიობები და მე ატარე უჩაფხუტოთ სახიფათო ადგილებში საპოზიოროდ თორემ ერთ შენია დღესაც რომ შენიშნა რომ უკან აღარავინ მოყვება და მარტო გარბი ხარ თავხუთ მოგლეჭილი ეძებე მე მხარდამჭერები და ისა ხმების მომცემები იმაში კენიაში ხო ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ ეგენი დარბიან შენზე სწრაფად და ნგრებ თავიანთი წინამძღოლათაც აგირჩიო კაცო თან მაგათ თეთრები ევასება ჩვენ კიდევ ზანგები სახელადაც მუშამიშა დაერქვი იდეურიც არის კენიურიც და ალბათ ასე სიამტკბილობაში იქნებით ქვეყნის დასასრულამდე
ჩვენ მერიტოკრატული სახელმწიფო ვართ. ჩვენთან ფეხს ნეპოტიზმი ვერასოდეს მოიკიდებს. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას და მივისწრაფით ევროპისკენ. გაყივის სააკაშვილი და ამის ფონზე კი აი ასეთი ამბები ხდება. ბათუმის განათებისთვის კომპანია აჭარა განათება ზრუნავს. ქალაქის მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების უმრავლესობას ხელს მერი რობერტ ჩხაიძე და აჭარა განათების დირექტორი ნიკოლოზ თოფურიძე აწერენ. კომპანიის დამფუძნებელი და 52%-იანი წილის მფლობელი თამაზ თოფურიძე კომპანიის დირექტორის მამა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი და ქალაქის მერის ნათლია. საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, იმიტომ რომ აქ არ არის ერთჯერად საქმიანობაზე საუბარი. შესაძლებელია საზოგადოებამ თქვას, რომ თავის ამ შემთხვევაში ნათლი მიროვნებას იყენებენ, რომ უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს კონკრეტული ამ შემთხვევაში პიროვნება. აბა, ეხლა გამაგონოთ, რომ ჩემს მაღალს ნეპოტიზმზე დამყარებული მთავრობა აქვს, თორემ კივილს მოვთავიცოდეთ. მე რა რომ აჭარის განათებაში ყოველთვის ბათუმის მერის ნათლია იგებს ტენდერებს, ხო? რა, ეს იმიტომ რომ ყოველთვის საუკეთესო პირობებს თავაზობს და ყოველთვის საუკეთესო ნათელით ანათებს ბათუმს. ეგ კი არა, თუ რომელიმე მძღოლის შემთხვევით განათების ბოძს დაეჯახა, მას ამისთვის 15,000 ლარის გადახდა მოუწევს, რათა ბოძი ხელახლა აღიმართოს და მთელი ესე იგი ბათუმი განათდეს და ბათუმს ნათელი მოჰპინოს. ალბათ ესე ბოროტიანები იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილის ძმები ნავთო ბიზნესში არიან და საწვავის ფას ხელოვნურად ზრდიან. ან კიდევ ეხა იმას ამბობენ, რომ წამლის ბიზნესი მთლიანად სააკაშვილის ახლობლებს აქვთ. ხალხო, რით ვერ გაიგეთ, რომ ამ ქვეყანაში სხვას არ შეუძლია საქმის კეთება. აბა მითხარით, ვინ შეძლებდა ეხლა სიღნაღის, მესტიის, ქუთაისის, ბათუმის, ახალქალაქის თუ სხვა ქალაქების ერთდროულ რეაბილიტაციას, კაცო, თუ არა ჩემი მაღალი. ვის შეუძლია შექმნას დემოკრატია? ვის შეუძლია ხალხი დააპუროს? ვის შეუძლია ადამიანებს სიმშვიდე და უსაფრთხოება მოუტანოს? ვინ არის ყველაზე მაღალი? და აი ამ ყველაფრის დასანგრევად მოიწევენ ბნელეთის ძალები, მუმიები ამ თავიანთი საწეცებით, იმისთვის რომ იქნებ სადმე კორუფცია, განუკითხაობა და უსამართლობა დათესო. დიახ, აჭარის განათება ბათუმის მერის ნათლიას უნდა ეკუთვნოდეს. დიახ, საწვავის შემომტანი სააკაშვილების ოჯახი უნდა იყოს. დიახ, ბანკების მფლობელები პრეზიდენტის ნათესავები უნდა იყვნენ. დიახ, მაღალი მესამედ უნდა გახდეს ქვეყნის მთავარი. ვინძლო ეს 64 რუსებმა და მუმიებმა არ შეგვიჭამთ. ისე მაღალო, ერთი რაც არ მომწონს მაგ აჭარ განათების შენი ფორმის ესა ნიკოლაევიჩის ნატურები არ ამშვენებს ახლა ქალაქის ბოძებს, თორემ დანარჩენი იდეალურად არის და იქნება სანამ შენ იქნები ჩვენთან. ხა აკო, პალიკო, ესა ნუგზარ ციკლაურო და კიდე ვინ ხართ მან ჩვენები კაცო, რაღაც ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის სათქმელი. ერთი სიკვდილი გავათავე კაცო, ამ ამბავი რო გავიგე კაცო, მაგრამ რა ვქნა, მაინც უნდა გითხრათ. აი რა საშინელება შევიყე საინფორმაციო სააგენტო IPNG-სგან კაცო. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ცხოვრების 10 წლიანი ცენზი ვერ შემეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ცხოვრობ. აუ მოგჭამა პალიკო ჭირის შენმა შორს ჭრეტელობამ კაცო. ჩაგივარდა ქრისტიან დემოკრატები ნაცარში. არაფერი არ შეგჭა კაცო მაგ საქმიდან. აქეთ მაგ ქრისტიან დემოკრატებისთვის თავანის სახით 10 საპარლამენტო სკამი შეგჭა ჩასაბარებელი კაცო. ბიძოს ამბავი კიდევ დაგჭა მოუგვარებელი. მაგრამ მე ამას არ შევეგუები ამას. არავითარ შემთხვევაში აგერ ვარ ჩემო პალიკო. ერთად მოვიფიქროთ როგორ გამოვიდეთ ამ უხერხული სიტუაციიდან. რაღაცა ისეთი უნდა ჩავწეროთ უნივერსალური, რომ არც პალიკო დავწვათ და არც შამპური. თუმცა აი თვითონ პალიკოს მოუფიქრებია და ესეც IPNG-დან შევიტყე. ერთი წუთით უმრავლესობა მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ისე შეცვალოს, რომ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ზუსტად ეგ არის რაც გვჭირდება კაცო. პირდაპირ ეგრევე ჩავწეროთ. აღარ გვინდა ეს მაიმუნობა და შეპარული ჩანაწერები კაცო. პირდაპირ ჩავწეროთ. ძალიან მაგარი იქნება. აბა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა გადაშლი კონსტიტუციას და თავში ჩვენი ფუნდამენტური უფლებები იქნება აღწერილი. მერე ძირითადი რეგულირებანი და ბოლოს პირდაპირ ეგ იქნება მიწერილი უმრავლესობა მზად არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ისე შეიცვალოს, რომ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ძალიან მაგარი იქნება კაცო. მაგრამ რაღაცა აკლია ამ ყველაფერს, რაღაცა. ხო, აი ეს აკლია. აი ეს ხო. ბოლოში ესეთი სმაილი კი მივახატო და შეიკრა და ჩვენი უმთავრესი კანონის სულისკვეთებამაც ერთგვარი დასრულებული იერსახე შეიძინა. უგონთ რა არის იცი მაღალო, ამ დოკუმენტს ალბათ ბოლოში ისევ საქართველოს რესპუბლიკა რომ მივაწეროთ, ტეხავს. უბრალოდ შპს საქართველოს მთავრობა მივაწეროთ და ეგრე ჯობია კაცო. და მე გადავგზავნოთ სტამბაშიც. ხო. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. აგური, ტალახი, სილა, ბალგარკა, შრომამ შექმნა ადამიანი. ის ტაჩკით მოდის, დაუყარეთ. მიაწოდეთ ჩაქუჩი, დაუდეთ უფრო მეტი. კიდევ უფრო მეტი. იმდენი რომ ხელებზე წული გაუშნეს და შემდეგ გაუსხეს. ის ხომ ყოფილი სოციალისტური შრომის გმირია. ჩემი მაღალი, ვიტყვა რომ არჩევნების წინ ფიზიკური შრომა ტეხავს. გსურთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაშინ იცხოვრეთ ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი და იღარეთ კენჭი. არ გიცხოვრიათ 10 წელი? არა უშავს 9 წელი იცხოვრეთ და მაინც მიიღებთ მონაწილეობას.
არც 9 წელი გიცხოვრიათ, ფეხებზე დაიგინეთ, თქვენ მაინც მიიღებთ მონაწილეობას. მაღალის პოლიტიკური სტრატეგია. კონსტიტუციით შემოგიტყუებს, არჩევნებით მოგიშორებს. სამწუხარო ინფორმაცია. როგორც საინფორმაციო სააგენტო net გაზეთი ჯი იტყობინება, ივანიშვილის გამო ქართულმა პარტიამ ეროსი კიწმარიშვილზე უარი თქვა. ორა მოსალოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა. ნუ თუ ეს შეხმატყილებული ტანდემი, ეს თბილისის მასშტაბით ყველაზე მაღალ ტელევიზიაზე მცოცავი დუეტი აღარ არსებობს. ნუ თუ ორადორი მეგობარი ერთად აღარ დაარწევენ ქართული დემოკრატიის საკვას. მაგრამ მომკალიდა ისე მე ირაკლი ოქრუაშვილის და ქართული პარტიისაც რაღაცა არ მესმის. შეგაიგაცო ამისთანა კაცის მოძულება შეიძლებოდა. ეთყოდი ტელევიზიაზე აცოცნებოდა. ეთყოდი ჩაკეტე დასაქმებული ხალხი შიგნითო და მარტო კი არ კეტავდა გარედან. წყალსაც უკეტავდა და ალყა შემორტყმულებს შიმშილობის შიშით შენობის ჩაბარებასაც აიძულებდა და ეგ კიდევ რა არის კაცო. მაგ ყოველივეს მე შენს სახელსაც არ ახსენებდა და იძახდა ეს ყველაფერი მე განანწყენებულმა ბიზნესმენმა მოვიფიქრე. ირაკლი რაშუაშია, მაგის 30 ბიძაშვილი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა აქო. და ასეთი ოქროსავით კაცი მოიძულე და დაკარგე ოქრო. გარდა ამისა ქართულ პარტიასაც მინდა მივმართო კაცო. თქვენ კაი ხალხო. საკუთარი წევრისგან გამიჯვნის ლამაზი ტრადიცია გაქვთ დარგული, ხო? ყოველთვის ბოლოს მთელი პარტია რომელიმე ყოფილ წევრს ემიჯნებით და ერთი პარტიის წევრი წამლად მაინც ხომ უნდა დაგეტოვებინათ კაცო პარტიაში. აბა ამთვის ბოლოს ეხლა გეგმიური გამიჯვნა რომ მოგიწევ, ვიღას უნდა გაემიჯნოთ კაცო. საკუთარ თავს ხო არ გაემიჯნები ბოლოს და ბოლოს, ამხელა კაცია. თუმცა მომკალი დაარმჯერა ახლა მე ამ ამბის. რა ვიცი, ახლა ჩემს Skype-ში ირაკლიც მყავს და წვეროსიც და ხო ისაოცრებავ კაცო, ორივე ეს დემოკრატი კაცი აგერ უკვე გამიჯვნის შემდგომაც ისევ ერთად შემოვარდებიან ხოლმე ინტერნეტ სივრცეში და თქვენ წარმოდგინეთ ერთადვე გადიან. ეთყობა ლანძღავენ, თათხავენ და მიწასანასწორებენ ერთმანეთს. ეს ეროსი სულ ბიძინას აგინებს ირაკლი ოქრუაშვილს. ის კიდევ გუდიაშვილის ნახატებზე ეუბნება ცუდიაო. ისე ნეტა მართლა დაშორდნენ ეს პატიოსანი ხალხი, ერთობს დაშორდნენ? მართლა მაინტერესებს კაცო. აი მე ვიცი ერთი კაცი, ვინც მაგას გადაგვიმოწმებს. ისა ბიძო მიდი რა, აბა ერთი რომელიმეს დაუძახე პარტიაში. ხო, დაუძახე და მე ნახე, მეორეც თუ არ წამოიღოლოს, ხო. შენ თვალწინ თუ არ გადაკოცრონ ერთმანეთი და თქვა, უფ კაცო, აი რა, მაშინ პროსტა ვიხიპიშეთ ახლა, შევრიგდით აბა ახლა. ძმაკაც შეჩემა და პარტიიდან გარიცხო, ახლა აღარ უნდა აპატიო, კაცო. აქ რა მოგიყვანა შედალოცვილო შენა, ჰა? შემადლიანო შენა, რა მოგიყვანა აქა, ჰა? რამდა მიშა მომიყვანა, უპასუხებს გიორგის ამაყად ვენახი. აეროპორტთან ახლა ბერიას თქვა გამოყო დიდი მიწა და დავრკო ძალიან დიდი ვენახი. როდა გავანათოთ ხამე რომ სტუმარი რომ წამოვა პირველად დაინახოს იყოს ვენახი. განათებული ვენახი წილნაყარია მაღალთან. აი ასეა ჩემო ხალხო. მშვენიერი ინიციატივა გამოსტყორცნა დიადმა. ამიერიდან აეროპორტების ასაფრენი ბილიკები პირდაპირ ვენახის პლანებში დაჯდება. ხოლო უცხოელი ტურისტი ილუმინატორიდან ხელს გამოყოფს, მტევანს მოწყვეტს და პირდაპირ ხახაში გაუშვებს ცოლიკაურის მარცვლებს. რა ჯობს ახლა ამ ინიციატივას რა? რომელ ქვეყანას აქვს ახლა ასეთი აეროპორტები, ჰა? ეგი არა, მაგალო მე უფრო მაგარი იდეა მაქვს. ავდგა შუა ზღვაში გავაშენოთ მოლივლივე ვენახი. სურვით დაბლილი ტურისტები წყალზე წამოწვევიან და შესანიშნავ ოჯალეშს დააგემოვნებენ. ამ ვენახის სათავეები მესტიის მთებიდან უნდა იწყებოდეს. თხილამურებით მოსწრელი ტურისტი ვენახ დაუყვება და ზღვაში ჩაენარცხება. ან მაგალო ისა, გზებზე ღერძულა ხაზის ნაცვლად ვენახები გააშენე და მაგ შენმა აჭარ განათების უხროსმა კიდევ გაგინათოს ეგ ვენახები. სხვათა შორის შუქნიშნების ნაცვლადაც შეიძლება წითელ ყვითელ და მწვანე ფერის ჯიშის ღევნების გაკეთება და განათებაც. მაგრამ ახლა მაგსენდება, ჯერ ხომ უშბა გვაქვს კაცო გასანათებელი, ხო? ჯერ ხომ ისა დიდი მთა უნდა გაანათო შენ, ხო და ორმაგი ხარჯი რომ არ გაწიო, უშბაზევე გადაჭიმე ვენახი და ორივე ერთდროულად განათდება. რა ნიჭიერია ეს ჩემი მაგალი კაცო. ერთ დღეში შეუძლია ყოველდღიური აბების, ბანანის რესპუბლიკის და ვანოს შოუს სცენარის დაწერა. ტატიშვილის შოუც შეუძლია უბრალოდ არ ევასება და არ წერს. ბრავო, ჩემო მაგალო, ბრავო. დარწმუნებული ვარ, შენ შეგიძლია ყველა დროის საუკეთესო იუმორისტული გადაცემის კეთება. უბრალოდ ჯერ ამისთვის არ გცალია. ჯერ. კიდევ ერთი საქართველოდან მოპარული რეფორმა, რომელიც ჩემმა მაღალმა შექმნა. დიმიტრი მედვედევი დღეს სახელმწიფო სათათბიროს ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა, რომელმაც ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის რანგში ნაციონალური რეზერვის შექმნის შესახებ გასცა. დეპუტატები, რომლებიც უკვე გაეცნენ რუსული რეფორმის პროექტს, აცხადებენ, რომ ის ფაქტობრივად ქართულის იდენტურია. საქართველოს პარლამენტის წევრები იხსენებენ, რომ განათლებისა და პოლიციის რეფორმების პარალელურად ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვი თბილისის გამოცდილებას იყენებს.
არა კაცო, რამდენი წარმატებული რეფორმა უნდა მოიპარონ ამ უბედურებმა რა. გაზიდეს ყველაფერი კაცო. არა და სულ ჩემი მაღალის გამოგონებულია ეს რეფორმები. მაგალითად განათლების რეფორმა. დიახ, ხო, რა, მერხი ჩემმა მაღალმა გამოთავა საკუთარი ხელით. მაგრამ მოიპარეს და პუტინს მიაწერეს იმ ნაძირლებმა იმათმა. რეზერვის რეფორმაც ჯერ დაბადებულიც კი არ იყო კაცო, ეს კალაშნიკოვი, რომ ჩემმა მაღალმა გამოიგონა. ესეც მოიპარეს და კალაშნიკოვს მიაწერეს. არა და სააკაშვილი უნდა ერθეს ამ შაშხანას. და პოლიციის რეფორმა პირველი პატრულიც ხომ ჩვენ მოვიგონეთ კაცო. ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს ყავდა პირველი ისა პატრული სიმონ მასხარაშვილმა აღმოაჩინა კაცო თავისი ხეებით ხო. ჯანდაცვის რეფორმა ვინ გამოიგონა ეხლა? ვინ პირველი ამპიცილილი? ვინ? აი ჯანდაცვის რეფორმა ხო, ჩემმა მაღალმა და საერთოდ რუსეთში ადამიანების შარლებით და კაბებით რო იმოსებიან. საიდან მოიპარეს თქვენი საზრით ეს რეფორმა? საიდან? რა თქმა უნდა, ვარდების რევოლუციიდან. მაგრამ აი რეზერვის რეფორმასაც თუ მოიპაროდენ ამ ურთულეს და ყველაზე წარმატებულ ნაც რეფორმას ვერ ვიფიქრებდი, ვერ ვიფიქრებდი ხო. ალბათ კრემლზე ეშმაკის ბორბალსაც დადგამენ ეს რუსები და ურალის მთებსაც გაანათებენ, მაგრამ თელმა მსოფლიომ ხო იცის ეს ყველაფერი ვისი ხელწერა. ნუ თუ პირველივე შეხედვით ვერ მიხვდებიან, რომელი ცივილიზაციიდან არის აღებული ეს საოცრებელი. და დაემოეპაროთ და კიდევ მოიპარონ ჩემო მაღალო, რომ ყველამ დაინახოს თუ რაოდენ მაღალი ხარ. ახლა აბების ეთერში ხუთი პოლიტიკური აბის მიღების დროა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. ძვირფასო ტელემომზილებო, დღევანდელი რუბრიკა იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები სრულიად მინდა რომ მიუძღვნა ჩემი მაღალის გუშინდელ ჯაბას. ნათქვამია ჯერ შრომა, მერე ხტომაო, ხო და ამან თუ შრომა ახლა დაიწყო და ხტომა ჯერ კიდევ არ დაუწყია და წინ გვაქვს. გონი მართლა ძალიან დაგვერხა და ვერ გადიიკია კაც. მე ვთქვი რომ მე ვიქნები ამის ხელმძღვანელი და მე მინდა ხელმძღვანელი ვიყო არა მხოლოდ როცა დაინტანტოდება, არამედ შენებლობის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.